აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალუბლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა აისახოს. ასევე ყურადღება გაამახვილა დროებით დევნილ მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრებისა და პირადი კომუნიკაციის აუცილებლობაზე. მთავრობის წევრებმა სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებსა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ. მინდა გთხოვოთ თითოეულ მინისტრს თქვენს უწყებებთან ერთად, რომ გახვიდეთ კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, რათა შევისწავლოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა კიდევ უფრო სიღრმისეულად. ჩემთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, რომ გაკონტროლდეს თითო თეთრი გახარჯული ბიუჯეტიდან თანხების ეფექტურად ხარჯვითი ნაწილი და რაც ყველაზე მთავარი არის, იქნეს პროცესის გამჭვირვალეობა უზრუნველყოფილი, რათა დევნილმა მოსახლეობამ იცოდეს თუ სად იხარჯება მათი თანხები, რა მიზნით იხარჯება ბიუჯეტის სახსრება, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი. მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დავალებები, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით. საუბარია ჩვენთან არსებული პოლიკლინიკების განვითარებაზე, რებრენდინგზე, რომ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება მივაწოდოთ ჩვენ დევნილ მოსახლეობას და ამ მხრივ უნდა გაკეთდეს ძირეული ცვლილებები ამ მიმართულებით. მთავრობის თავმჯდომარისაგან დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ დავალება ადგილზე შევისწავლოთ საკითხები, რაც აქვს დევნილ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევეცდებით ოპერატიულად გადავწყვეტოთ ყველა ის საკითხი, რაც აქვს მოსახლეობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან გალუბლიშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაცემული დავალების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრები დევნილი მოსახლეობების საჭიროებების გაცნობის მიზნით კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში იმყოფებოდნენ. მინისტრთა კაბინეტის წევრები გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დაწვრილებით მოისმინეს დევნილების პრობლემები და საჭიროებები. დევნილებთან შეხვედრას მთავრობის წევრებთან ერთად ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი ესწრებოდა. ბატონმა ლევანმა მთავრობის სხდომაზე კაცრად აგვისახა ის მიზნები, რაც ჩვენი შესაძლებლობები არის. დავიწყეთ შეხვედრები, მინისტრები გადავნაწილდით სხვადასხვა ლოკაციებზე. არის სხვადასხვა სახის პრობლემები, როგორც ტექნიკური პრობლემები, ასე იურიდიული პრობლემები. მოусმინეთ ამ ადამიანებს, ყველაფერს სადაც ჩვენ ჩავიწერეთ, შევთანხმდით შეხვედრებზე. ვაგრძელებთ ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან აქტიურ ჩართულობას და კამპანიას. ვცდილობთ, რომ მათი პრობლემები გავიზიაროთ, უზრუნველყოთ მათი პრობლემების გადაწყვეტა და მოგვარება. მიხარია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრ წარმატებას მივახციეთ. ყველაფერს ღმერთის წყალობით აკეთებენ და კმაყოფილები კი ვართ და ესეც რასაც ვლაპარაკობთ, ესეც გაკეთდება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-მე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. 62-მე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაზე ლევან გალუბლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რანგში პირველად მონაწილეობდა. საუბარი ხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადგენილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე. ასევე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-მე რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერს არის დაგეგმილი.
აიგეთი აზამათ იფსლარა ფატიმად რეფაფს სასალემათ დარარიჩკნ იარამათ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მდებარე ნადარეიშვილების კუთვნილ უძველეს აფხაზურ ოდასა და ეზოში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით თბილისობა აღინიშნა. დედაქალაქის დღე აფხაზეთელებმა აფხაზეთისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებებით, ტრადიციებით, კერძებით, სიმღერით და ცეკვით იზეიმეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან გალუბლიშვილმა თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე ძალიან მალე სტუმრებს დედაქალაქიდან სოხუმში უმასპინძლებს. მინდა თბილისობა მიულოცო ჩვენს თბილისელებს, არა მხოლოდ თბილისელებს, ყველა კუთხის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით ჩემს დროებით დევნილ მოსახლეობას. დიდი ამაგია თბილისის ჩვენს დევნილ მოსახლეობის მიმართ, ჩვენი დევნილ მოსახლეობის მიმართ და მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქის თავს ბატონ კახი კალაძეს, ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ტყემალაძეს, ყველა გამგებელს, ყველა რაიონისას იმ სიკეთისთვის, იმ გვერდში დგომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენენ. გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა წარმოვაჩინოთ და გაუზიაროთ სხვადასხვა სტუმარს, მათ შორის ტურისტებსაც კი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე ძალიან მალე მოგიწევთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად აფხაზეთში, ჩემს სოხუმში. მე მინდა სრულიად საქართველოს უპირველეს ყოვლისა ჩვენს დედაქალაქს მიულოცო ეს ლამაზი დღე, თბილისობა. ასეთი ღონისძიებები ყოველწლიურად ტარდება და ფაქტობრივად იმ ერთი დღით ჩვენ ვბრუნდებით აფხაზეთში. თქვენ ხედავთ არა უბრალოდ გაუბედურებულ დევნილებს, არამედ წარმატებულ მეწარმეებს, ადამიანებმა, რომლებიც აი ამ ვითარებაში, აი ამ პირობებში იპოვეს თავისი ადგილი. ძალიან საინტერესო დღეა, ტრადიციული. ყველა კუთხე ჩამოსულია და წარმოდგენილი აქვს ეთნოგრაფიულ მუზეუმში თავისი ხელნაკეთები, კულინარია, ბევრი სტუმარი ყავს და საინტერესოა თავისთავად შინაარსობრივადაც საინტერესოა და გარდა ამისა საქართველოს რეკლამირების კიდევ ერთი დიდი საშუალებაა, ხედავთ ბევრი უცხოელებიც არიან. თქვენ აფხაზურ პავილიონს უყურებთ, აფხაზური ეზოა წარმოდგენილი შესანიშნავი პროდუქციით, შესანიშნავი ხალხით, ახალგაზრდებით, რომელიც განსაკუთრებულია თავისი განსაკუთრებული გემოვნებით და დახვეწილობით გამოირჩევიან. თბილისობის ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქცია. მოეწყო ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, აფხაზური თემატიკის ფოტომასალისა და ბეჭდური გამოცემების პრეზენტაცია. ჩატარდა გასტრონომიული და კალიგრაფიული მასტერკლასები. აფხაზურ ეზოში მოსულმა სტუმრებმა ღვინო და ტრადიციული კერძები დააგემოვნეს. ბუნებრივია თბილისობას არც ქვიშაზე მომზადებული სოხუმური ყავის გარეშე ჩაუვლია. მინდა მიულოცო საშემოდგომო დღესასწაული თბილისობა ჩვენი დედაქალაქის თითოეულ მოსახლეს. ჩვენ როგორც ძირძველი საქართველოს მხარის წარმომადგენლები მონაწილეობა მივიღეთ აღნიშნულ ღონისძიებაში და დღევანდელი დღე იყო ერთ-ერთი ნათელი მესიჯი იმისა, რომ ჩვენ ქართველები და აფხაზები ერთი კულტურის ნაწილი ვართ. ძალიან მალე იმედი მაქვს ჩვენ სოხუმში აღნიშნავთ აფხაზეთობას და მოვიწევთ ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას. მადლობა. ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ აფხაზეთის დევნილი მოსახლეობა ქმნით პროდუქციას, ეს იქნება კულინარია, ხელნაკეთი ნივთები თუ სხვა, რომელიც უნდა გავაცნოთ და საზოგადოებას მომხმარებლამდე მივიტანოთ ჩვენი პროდუქცია სწორად და ამისთვის ნებისმიერი ღონისძიება მით უმეტეს, როდესაც თბილისობა 24 დღეს ფარგლებში ტარდება, მნიშვნელოვანია რეალიზაციის კუთხით, გაცნობის კუთხით, ამ პროდუქციის ღირსეულად წარმოსაჩენად.
ყოველწლიურ ღონისძიებაზე წელს სიახლეებიც იყო. ლევან გალობლიშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ოსურ ეზოსაც ეწვია. სამაჩაბლოელებისა და ოსების ტრადიციებს გაეცნო და მოგვიანებით აფხაზურ ეზოში აფხაზეთელებისთვის დამახასიათებელი სტუმარ მასპინძლობით უმასპინძლა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფედერიკო მეორეს სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობა ორ სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაცვლილ სასწავლო პროგრამებს, სამეცნიერო ურთიერთობებს, დიპლომატიურ ინიციატივებს მოიცავს. ევროპის უძველესი 8 წლიანი ისტორიის მქონე ნეაპოლის საუნივერსიტეტო დელეგაციას რექტორი პროფესორი მატეო ლორიტო ხელმძღვანელობდა, რომელსაც დესპანის საპატიო წოდება მიენიჭა და საპატიო მედლით სოხუმელი დაჯილდოვდა. თავის მხრივ იტალიელთა დელეგაციამ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს უმაღლესი საუნივერსიტეტო ჯილდო მეფე ფედერიკო მეორის медаლი გადასცა. საზეიმო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები და საქართველოს იტალიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს მემორანდუმი არის ცოტა განსხვავებული, უფრო ვრცელი, ის არის მზად ჩავიდეს სოხუმში, ჩავიდეს აფხაზეთში და მიიღოს მონაწილეობა იმ მისიის შესრულებაში, რაც უნივერსიტეტს აქვს. კონკრეტულად აფხაზეთთან მიმართებაში ჩვენი უნივერსიტეტი იქცეს ხიდად აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან გაერთიანების, ხო? და მოხდეს აფხაზეთის რეინტეგრაცია ქართულ სივრცეში და გასაგებია რომ უფრო ჯანსაღი გზა არ არსებობს ვიდრე განათლება. ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნეაპოლის უნივერსიტეტი წელს 800 წლის იუბილეს აღნიშნავს. მემორანდუმს წინ უძღოდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი ნეაპოლში, სადაც შემდგომი თანამშრომლობა დაიგეგმა. იტალია ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ის, რომ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია დღეს საქართველოში იმყოფება, მნიშვნელოვანია. წელს ეს უძველესი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი 800 წლის იუბილეს აღნიშნავს და სწორედ ეს ვიზიტი ამ თარიღს უკავშირდება. იტალიის უნივერსიტეტებში არის ასეთი ხაზი უნივერსიტეტი მშვიდობისათვის, რაც თანხმედრაში მოდის სოხუმის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო დიპლომატიასთან. ფაქტია, დღეს ჩაეყარა საფუძველი დიდ თანამშრომლობასა და მეგობრობას.